შუადღე მშვიდობისა მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მოგიყვებით თუ რას ვამზადებ მე მე ძალიან გახარებული ლაშას გვერდი ნახე როგორ ფერებში შევიმოსე ხო ჩვენ მოვამზადებთ დღეს სახლში ძალიან მარტივად სახურ ნაყინს და მოვამზადებთ ასევე ნაყინთან ერთად ესე წოდებულ გალეთს, რომელიც არის ნებისმიერი, რომელიც მზადდება ნებისმიერი ხილით და სხვათა შორის ბოსტნეულითაც და ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ნახევრადფენოვანი ცომი დაგჭირდება და ალუბალი. ამ რეცეპტსაც მოგვიანებით მოგიყვებით, თუმცა რა დაგჭირდება ჩვენი ნაყინი? წითელ ფერებში. არა, ორნაირ ნაყინს მოვამზადებთ დღეს და რა დაგჭირდება ნაყინისთვის? ათქვეფილი 500 გრამი ნაღები გვაქვს 400 გრამი ასევე ცოტა ხელის მიქსერით მოვურიეთ შედედებული რძე და ნებისმიერი ხილი რომელიც თქვენ გნებავთ 500 გრამი ასევე უნდა ვაქციოთ ჯემად და სულ 2 წამი დამჭირდება რომ ცოტა ვიხმაურო და სულ ეს არის ბაზა ნაყინის თუმცა ჩვენ ორ ნაწილად გავყოფთ ამ ნაყინს და მოვამზადებთ ნახევარს შოკოლადით ამისთვის კი შოკოლადის ფილა უნდა გავადნოთ და ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა შევურიოთ. სულ ეს არის უმარტივესად მზადდება, შემდეგ რა თქმა უნდა გავყინოთ და მეორე დღეს სასურველია რომ ერთი ღამე მაინც დავაყოვნოთ მაცივარში და მეორე დღეს იქნება უგემრიელესი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი სახლის ნაყინი. ეხლა ეს ყველაფერი ეხლა უნდა გავაერთიანოთ მხოლოდ შვილები და პატარა ვიყავთ განსაკუთრებულად სახალისოა ხოლმე ამ პროდუქტის მომზადება სახლში. კი ბატონო, იმიტომ რომ არ ინახება დიდხანს, შესაბამისად არის ძალიან სასარგებლო. ერთი 3 დღე შესაძლებელია მისი, ესე ვთქვათ, საყინულეში შენახვა. ლაშა, ამასობაში შენც მომიყევი რას ამზადებ. ლაშამ ხელთათმანები მოირგო. გემრიელმა ნაყინმა. ხო, მე როგორც გითხარით, პასტას მოვამზადებ, პასტა ნაპოლიტანას. ჩემ შულს უყვარს ძალიან და ამიტომ და რა დაგჭირდება ამისთვის ლაშა? შენ შულს რომელიც ახლა გვიყურებს როგორც ვიცი. ვიდრე ეთერში შემოვიდა და მესმოდა ის ღუღუნი. ლაშა რა დაგჭირდება ამისთვის? რომელ პასტას აარჩევ? სპაგეტის? რა ამას ავარჩევ? მოდი წყალი დუხს. მოკლედ ვამზადებ ძალიან მარტივად. არაფერი რეალურად ძალიან მარტივად მოსამზადებელი პასტაა და მე ეჭვება რომ ახლა ვინმესთვის შეიძლება ეს სიახლე იყოს. მაგრამ ხო, ჩემთვის მაინც ბოლო პერიოდში გახდა ბოლო პერიოდში გადავდგი ახალი ნაბიჯების ამზადებელში, იმიტომ რომ მომიწია, სხვა გამოსავალი არ მაქვს და როცა შვილი გთხოვს რომ კონკრეტული კერძი უყვარს, გინდა თუ არ გინდა, ის უნდა გამოგივიდეს და გააკეთო და მოამზადო. თან კარგი უნდა გამოგივიდესო, ხედა? ხო, იმედია, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის ხოლმე. ჩემი შვილი იძახის რომ მამასნაირ გემრიელსო ვერ აკეთებს ვერავინო და იმედია რომ თქვენც მოგეწონებათ და არ შევსწრები იმდენი ვიტრაბახე და იმდენი მოვყევი რომ მე რო პასტას ვაკეთებ ესეც სხვაგან სადგას ინჯავთ ძალიან კარგი გიხარია ლაშა ამასობაში სანამ შენ რეცეპტს ყვებოდი ჩვენ ერთი ნაყინი უკვე მზად არის კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ აქ არის 500 გრამი ნაღები ათქვეფილი 400 გრამი შედედებული რძე ასევე ათქვეფილი და მარწყვის ჯემი, რომელიც ცინცხალი მარწყვი ვაქციეთ ჯემად, ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად უნდა გადავურიოთ და შემდეგ უნდა მოვათავსოთ ფორმაში და გავუშვათ საყინულეში. ამასობაში დნება შოკოლადი და მოვამზადებთ მეორე შოკოლადის ნაყინსაც და იცი როგორი არომატია აქვს, აი არ ვიცი ბავშვობაში თუ გიჭამიათ კენკრის, თქვენ არ გემახსოვრებათ, მაგრამ კენკრის მუსებს რო აკეთებდნენ, ესე რო თქვებდნენ. სანდრა იყო ჩემ დროს. ხო. ძალიან კარგი არომატი აქვს. სახლის პირობებში დედა მიმზადებდა ხოლმე და ძალიან მიყვარს. ხო, ძალიან პროცესიც მიყვარს. ძალიან მარტივად მოსამზადებელია. ესე იგი, ლაშა ახლა ბურთი და მოედანი ძალიან მოკლედ მოყვები და მაყურებელს უცებ ვაჩვენებ რა გჭირდება. შენი დახმარებას დამჭირდება ალბათ ცოტა ხანში, ესე იგი ავიღეთ პასტა, რომელსაც თავად აწერია რამდენი წუთი ჭირდება მოსახარშად, რახან აწერია 9 წუთი, 1 წუთს ან წუთ ნახევარს მე დავიტოვებ და ცოტა ნაკლებს მცირე დროით მოვხარშავ იმისთვის რომ რაკარგი ხედა ყოჩა ხლაშა გამოვლინე და იმასაც ვიტყვი რომ საკმაოდ ბევრი მარილი უნდა ჩავყავოთ მანამდე წყალში რომ ზღვის წყლის გემო უნდა ქონდესო ესეც ლიკასგან აი ამასობაში დახელობდა ძალიან მიხარია კულინარიულ შევსმაზე არის ყოჩა და მე კი გეტყვით რომ ლაშა იყენებს დიმარტინოს პასტას რომელიც არის წარმოდგენილი რა თქმა უნდა გუდვილში ისევე როგორც ყველა ეს ცინცხალი და ძალიან სანდო და შემოწმებული პროდუქტი და პასტა დიმარტინო არის
სუფთა იტალიური პროდუქტი, რომელიც მზადდება იტალიური ხორბლისგან და 70 წელზე მეტია ეს ოჯახი აწარმოებს ამ პასტას და სხვათა შორის მისი შეფუთვის ვიზუალზე ზრუნავს დოლჩე და გაბანა. მარილს ვერ მივაგენი. ჩავყარეთ ლაშა, ამიტომ არის დარდო, შეგიძლია გააგრძელო მეორე ნაწილი, მოგვიყვე რა იქნება შენი სოუსი. აი რა ინგრედიენტები დაგჭირდება თან პარალელურად. ხახვიდან მეორე გვაქვს ბაზილიკოს соуსი, რაც რეალურად კიდევ უფრო გვიმარტივებს საქმეს, იმიტომ რომ ამ კერძის მომზადებას დაახლოებით 15-20 წუთი ჭირდება და გამოვიყენებ ასევე ამ ჯანსაღ ფოთლებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ცოცხალი გემოქონდეს, რომელსაც ბოლოს დავამატებ და ეს სიჯანსაღეც შეგვიძლია რომ შევმატოთ ჩვენს კერძს. მოკლედ მე დავიწყებ აქ რაღაცების მომზადებას და მომენტებში მაშინ სტუდიის სივრციდან გასვლა მოგიწევს, მე მგონი უკვე ყავს ის კანდიდატური, რომელიც შეგვიძლია დატოვო ხოლმე. რა მაგარია, მარტო შეიძლება ლაშას დატოვება უკვე სამზარეულოში თამამად. ანუ ისეთი სკოლა აქვს ახლა მას მართლა იკონეს პირობებში გავლილი, მე ბოლოდინები მქონდა რომ ეს ყველაფერი არა, იცი რა არის, იქნებოდა. როდესაც გიყვარს გემრიელად მირთმევა, რაღაც გურმანი როცა ხარ ადამიანი, ძალიან გემრიელად გამოგდის კერძების მომზადება და სხვათა შორის ცნობილია ის ფაქტი, რომ მამაკაცებს ძალიან გემრიელად გამოსდით სამზარეულოში ფუსფუსი. ამიტომ კარგი, დრო არ გინდა რომ დავინიშნეთ მაკარონისთვის? იცი რა, მე დანიშნული მაქვს უკვე. უკვე დანიშნული. დაახლოებით კონცენტრირებულია. 6 წუთში უნდა გამოვხთოთ და მანამდე ხომ მომზადებ. ლიკუნა, შენ რა ეტაპზე ვარ? მე რა ეტაპზე ვარ? ვადნობ შოკოლადს, როგორც გითხარი და ახლა მეორე მასას ვაკეთებ, სადაც უნდა დავამატო ცოტა კაკაო, ხო? იგივე ნაღებში, ცოტაოდენი ვანილი. დავამატებთ ასევე ისევ შედედებულ რძეს, რომელიც მანამდე ავთქვიფეთ და დავამატებთ შოკოლადს. სულ ეს არის და ჩვენი მეორე ნაყინიც იქნება მზად, რომ გასაგზავნა ძალიან გემრიელი იქნება. ნახე ჯერ კადრში როგორი ვიზუალი აქვს ხო, ლამაზია ამ გემოების კომბინაცია. იცი რა, სახში საკმაოდ ხშირად ვამზადებ ამ ტექნიკით და მართლა ყველას მოსწონს. რომელი უფრო მოწონს? კენკრის თუ ეს ვერსია? იცი რა, მე პირადად შოკოლადის მოყვარული ვარ და შოკოლადის ნაყინები უფრო მიყვარს ხოლმე, თუმცა ხა უმეტეს ბევრს კენკრაც უყვარს. მეც მე მგონი შოკოლადზე შევაჩერებ ჩვენს არჩევანს. იცი რა, ზაფხულს და ცხელ დღეებს მე მგონი კენკრა უფრო ხო, თან სეზონური ხილით რო ამზადებ, ძალიან მოსახერხებელია. სანამ ჩვენი შოკოლადი დნება, გაჩვენებთ ასევე რა დაგვჭირდება ღვეზელის მოსამზადებლად, ჩვენი გალეტისთვის, ეგრეთ წოდებული, რომელიც უამრავი რამისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ალუბალს, რომელშიც ლაშა ბოდიში ყოფს ავიღებთ, ხილს არ შეგიშლი. ლაშა როგორ აქ დაგვჭირდება გულმოდგინეთ ჭრის თავის ნიოს. ძალიან ვაკვირდები, თითი არ მინდა რომ მივაყო. აქ დაგვჭირდება სახამებელი 1-2 კოვზი. ცოტაოდენი შაქარი. ეს რატომ? იმიტომ რომ ეს ცომში პირდაპირ ეს ცინცხლად რო ვათავსებთ ჩვენს ალუბალს, სითხეს გამოუშვებს და ძალიან რო არ გადაიღვაროს ჩვენი სითხე, სახამებელი შეკრავს ცხობის დროს. შემდეგ დაგვჭირდება ცოტაოდენი შაქარი, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი საკმარისია ხოლმე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ხილის გემო უნდა იგრძნობოდეს და ცოტა ლიმონის წვენი, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ფერი და სიცინცხალე შეუნარჩუნოს ჩვენს კენკრას და ლიმონს აქტიურად ვიყენებთ ხოლმე კერძებში, მათ შორის ტკბილეულშიც შეიძლება ითქვას. გიყვარს შენ ლიმონი კი ძალიან, იმიტომ რომ ძალიან უხდება მით უმეტეს ხილს. ხილთან ერთად არის ძალიან კარგი, არ დაუკარგავს ფერს, შეინარჩუნებს ამავე მდგომარეობაში და ეხლა ნელ-ნელა გაჩვენებთ, უკვე დავიწყებთ ცომის გაფრთხილებას და მივცემთ ძალიან მარტივად ფორმას. ცომი, ჩემი საყვარელი ცომი გვაქვს სტუდიაში, რომელიც იცით, რომ ძალიან ფუმფულაა და პირდაპირ ხელშივე ამოდის. ეს არის კარაგზე მომზადებული ნახევრად ფენოვანი გუდვილის წარმოების საყვარელი ცომი, რომელიც კომფორტთან ერთად ძალიან გემრიელიც არის და მეც ხშირად მაქვს ხოლმე ჩემს მასივარს სამაცივე პირობებში. ვიცი. ასე რომ დაგველოდეთ, გავაგრძელებთ ნელ-ნელა და ყველაფერს მოგიყვებით. მოკლედ მე სანამ ჩაიარა ნიუ-იორკთან ჭიდილმა. ნიუ-იორკი დავამარცხეთ, ხახვის დროა, თავარი არ ვიტიროთ და სანამ რამდენიმე წუთი დარჩა, სანამ პასტა იქნება უკვე მზად, მანამდე ხახვი და ნიუ-იორკი მზად უნდა გქონდეს.
რომელსაც მოვთუშავთ მე ზეითუნის ზეთთან ერთად. აუცილებლად. ზეითუნის ზეთთან ერთად მოვთუშავთ ძალიან ცოტა ხანი და მე უკვე დავამატებთ ბაზილიკოს სოუსს და მდნარ ყველს, რომელიც კარგად უნდა გავარდისფრდეს, გაგემრიელდეს და მე უნდა გადავიდეთ უკვე მთავარ საქმეზე. აი მე მოვურევ შენს პასტას ამასობაში. სხვათა შორის იმისთვის რომ ამბობენ რომ დიდი ხანი თუ აპირებ რომ ესე უბრალოდ პასტა მოხარშო და შეინახო სამზარეულოში და შემდეგ გააგრძელო უკვე მისი სოუსში მომზადება, თუ დროის დანაკლისია, მაშინ შეგვიძლია ცოტა ზეითუნის ზეთი დავამატოთ ხარშვისას, თუმცა იტალიელებმა არ უნდა გაგიგონ, იმიტომ რომ დანაშაულია მათთვის. თუმცა ჩვენ არ გადავუთარგმნოთ იტალიელებს. არ ვეთქვით. მე აღარ შევინახე საყინულეში ჩვენი ესეთი საოჯახო ნაყინი. რა ლამაზია ლიკუნა. და მინდოდა რომ გაგესინჯათ, აბა აი ესე უბრალოდ გასინჯეთ, რომელი უფრო მოგეწონა. წარმოიდგინე რომ მერე ცივი იქნება, მაგრამ მანამდე ყავის ვერსიას, შოკოლადის ვერსიას გავსინჯავ. შეიძლება? კი ბატონო. ხო გემრიელი, ისედაც გემრიელი დესერტია პირდაპირაც რომ მივირთვათ. თუმცა გაყინვის გარეშეც ძალიან გემრიელია, აი ამ მდგომარეობაში ეს კონსისტენციაც ძალიან საინტერესოა. მიხარია ზემოდან მოვახეხე შოკოლადი. პასტა ნელ-ნელა მზადდება. მე მოვჭი უკვე თან საქმეებს, ღუმელში მაქვს ჩვენი გალეტა და გადმოვინაცვლე ლაშა შენთან მოგვიყევი, აბა. ვიტყვი და მე ყავის ამბებზე გავაგზავნოთ მოკლედ საუბარი. ესე იგი პასტა უკვე მოვხარშეთ, ნიორი და ხახვი მოვთუშეთ, ახლა დროა რომ კოპის ბაზილიკოს სოუსს დავამატოთ. ხო? და ნარკველთან ერთად აქვე ბაზილიკო თვითონ ცინცხალიც დაჭერი, ხო? ბაზილიკო ცოტა ბოლოსკენ, რომ ეს თავისი ცოცხალი გემო კიდევ უფრო კარგად შეინარჩუნოს, ეს დავამატოთ. კი ბატონო. და სხვათა შორის კოპის ბრენდს ძალიან ბევრი სხვადასხვა პროდუქტი აქვს, რა თქმა უნდა, იცით რომ ეს არის იტალიური ბრენდი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი Goodwill-ში. და ამავდროულად აქვს უამრავი სხვადასხვა პასტის ესეთი სოუსი, არაბიატა თუ ბოლონეზი თუ ბაზილიკო და ასე შემდეგ, რომელიც ზუსტად ამ პასტას ჭირდება და ძალიან მოსახერხებელია. იცის ინგრედიენტებადაც ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ პროდუქციას. და ძალიან მარტივია, იმიტომ რომ უკვე შეზავებულია, უკვე ეს არომატები არის და ხო, თან ისეთი არომატებია, რასაც მე მაგალითად ვერ დავსვა. ხა მართლა იტალიელი უნდა იყო და იტალიური პროდუქტი უნდა ქონდეს, რომ ესეთი გემოები დასვა. აქვე ამატებ კრემყველს. კრემყველს. ბატონო. ძალიან მიიღოს ვარდისფერი შეფერილობა და ცოტა რო წამოდუღდება, უკვე შეგვიძლია რომ გამოვრთოთ და მე უკვე პასტას გადავიტანოთ და ერთად გავაგზავნოთ. კი ბატონო, პასტა მოხარშულია, სოუსი რომ მომზადდება, უნდა კი მე გაგიკეთებ, ამაში სოუსში გადმოვიტანოთ და ერთად წამოდუღდეს, ხო? კი ბატონო, ცოტა წამოდუღდეს და მე უკვე ჩვენი დახეთილი ყველი შეგვიძლია რომ ცოტა დავამატოთ. პარმეზანი დაგჭირდება ამ შემთხვევაში, ლაშა? კი ბატონო, დღეს ვიყენებთ პარმეზანს, მაგრამ რეალურად რომელი ყველიც მოგეპოვებათ სახლში შეგიძლიათ რომ გამოვიყენოთ, კი, ჩემგან არის. კი ბატონო, ნებართვა მიღებულია. კარგი, სამზადის, ასე ვთქვათ, პასტის გრძელდება. გამოცხოთ ჩვენი გალეტიც, გაიყინა უკვე ესეთ ფორმაშიც და სხვადასხვანაირი ნაყინუშკები გვაქვს და გალეტს ერთადერთი რაც აკლია ეს არის ნაყინი. ნაყინთან ერთად ბევრად უფრო გემრიელია. გემრიელესია ლიკუნას მომზადებული ნაყინი. ეხლა ლაშას პასტაც უნდა დავაგემოვნო. სხვათა შორის ლაშას პასტას ნახარში წყალი არ შეინახა და ამიტომ მე წყალი ჩავამატე პირდაპირ და კიდევ უფრო გემრიელი იქნება თაკო. მოსაღები არ გვაქვს, მაგრამ ესე გადმოვიღეთ. ესე იგი, ეს კერძი რო არ გავსინჯო, შენ უნდა მითხრა საბოლოო ჯამში რა გამოვიდა. პირველად მივირთმევ, მე მგონია ესე პირდაპირ ეთერში ლაშა. არომატი არის საოცარი. უგემრიელესია, არ ველოდი სიმართლე რო გითხრა. აპლოდისმენტები დამსახურებული. იქა მეხმარებოდა კაცს გულით მომზადებული. არაფერი არ გამიკეთებია, მე გადმოვუღვარე და სულ ეგ იყო. აჰა, ესე იგი, პასტა ჩვენია, ნაყინები ჩვენია და ლაშა მე ნაყინს მოხსენ. მაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ, ბედნიერი შაბათი კვირა უნდა გისურვოთ, კარგად დაისვენეთ, ახალი ძალებით აივსეთ და უშუალოდ რა თქმა უნდა გიბრუნდებით და ისევ ახალ სამუშაო კვირას დავიწყებთ ერთად.